დღეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის შორის გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს 300 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსების გამოყოფას საქართველოსთვის. აღნიშნული თანხა მოხმარდება აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის უკვე ბოლო მონაკვეთის, ბათუმის სარფის მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება. აზიის განვითარების ბანკი არის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი საქართველოში, რომელსაც $5 მილიარდ მეტი აქვს ინვესტირებული და $1.6 მილიარდ მეტი მიმდინარე პროექტები აქვს. ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას აზიის განვითარების ბანკთან და ის პროექტები, რომელიც როგორც ინფრასტრუქტურული ნაწილი, ასევე რეფორმების მიმართულებით არის დაგეგმილი, შეუფერხებლად განხორციელდება. ADB is very pleased to have been supporting Georgia's road strategy for the past decade, and this project, the Batumi-Sarpi Road, is a very tangible result of that partnership, or will be when it is built. And this is the last mile of connectivity for the East-West Highway connecting Georgia to Turkey, and we do expect this to help cement Georgia's position as the preferred route for trade and logistics in the region, and also bringing economic benefits and opportunities to the people of Georgia. დღეს მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი, რაც გულისხმობს ბათუმის სარფის მაგისტრალის მშენებლობას. ზოგადად აზიის განვითარების ბანკის როლი მნიშვნელოვანი არის საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბევრ ახალ პროექტზეც გვექნება ანალოგიური შეთანხმებები.